დააკვირდით ამ ვიდეოს და დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით ბავშვის რომელი სავარძელია სწორად მოთავსებული მანქანის უკანა სავარძელზე. მე კი ამ ვიდეოში აგიხსნით, როგორ მოვათავსოთ ეს სავარძელი სწორად, იმისთვის რომ შევამციროთ ბავშვის დაზიანების რისკი. პირველი რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, იმ ვიდეოში არც ერთი სავარძელი არ იყოს სწორად მოთავსებული. სწორად მოთავსებული სავარძელი უნდა იყოს აუცილებლად შემოbrunებული ზურგით და ესეთ პოზიციაში ღვედებით მჭიდროდ დამაგრებული, ამას კი აგიხსნით რატომ. პირდაპირ ჯდომის შემთხვევაში უეცარი გაჩერებისას მთელი ინერცია გადადის ბავშვის კორპუსზე. მნიშვნელოვანია აქ აღვნიშნოთ, რომ 3-4 წლამდე ბავშვის კისრის მუსკულატურა და ზოგადად კორპუსის მუსკულატურა ისე არ არის განვითარებული, რომ მან ეს ინერცია შეაჩეროს და ასე ვთქვათ, კისერი დაიჭიროს, თავი გაამაგროს და ამ შეჯახების მომენტში გადატვირთვის შედეგად მიღებული დაზიანებებით თავიდან აირიდოს. ეს დაზიანებებია მაგალითად ხერხემლის, ქალაფუძის და ქალასარქველის დაზიანებები. მაშინ კი, როდესაც ბავშვი სწორი პოზიციით ზის, ანუ შემოტრიალებული ამ სავარძლით, ხედავთ ეს სავარძელი ამ ინერციას როგორ აკავებს. განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც ბავშვი პირდაპირ მიმართულებით ზის, დააკვირდით კორპუსის პოზიციას შეჯახების მომენტში და მიხვდებით განსხვავებას. ამას გარდა ბავშვის სავარძლის კონსტრუქციაც იმაზეა აგებული, რომ უკუ მიმართულებით ინერცია შეაკავოს და ასე ვთქვათ, ამორტიზება გაუკეთოს ამ მიმართულებით როგორც სავარძელს, ასევე მასში მოთავსებულ ბავშვს. ამასთან რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ყველა დამჭერი ღვედის შესაბამისად შეკვრა. შენ კი შეგიძლია ეს ვიდეო გაუზიარო მას, ვისაც ეს რჩევები სჭირდება.